კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.jim, აი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. შემოგვიერთდა ჯონდი ბაღათურია, ქართული დასის ლიდერი. მოგესალმებით ბატონო ჯონდი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. თქვენ გქონდათ შესაძლებლობა ცოტა ხნის წინ დროებით საგამოძიებო კომისიის სამუშაო პროცესში გესაუბრათ იმ ფაქტებზე, რომელიც ფაქტობრივად საზოგადოებამ იცის უბრალოდ ის დამატებითი ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენთ, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ განსჯის საგანია. ირკვევა, რომ სახელმწიფო ქონების მიტაცება სისტემური სახე ჰქონდა და ხალხის ქონების მითვისების ფაქტები იყო ერთ-ერთი მთავარი საუბრის თემა, პროექტი კორუფციული რვაფეხა. მინდა თვალი გადავალოთ კიდევ ერთხელ, რამდენადაც მოგცემს ჩვენი საეთერო დრო ამის შესაძლებლობას. საინტერესო პასაჟი იყო თავად თქვენი ისტორიაც, რომელიც გიული ალასანიასთვის ქონების გადაფორმებას ეხება. აქ საუბარია ჰექტრობით მიწაზე, თქვენ ეს არ გააკეთეთ, ქონება დააყადაღეს, შემდეგ კი მოსამართლემ, რომელსაც თქვა, რომ ამ ქონების ჩამორთმევა უკანონოდ ხდებოდა, რამდენიმე დღეში დააკავეს. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს პერიოდი, უშუალოდ ის ისტორია, რომელიც თქვენ შეგეხოთ და შემდეგ გადავიდეთ უკვე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენების შეფასებაზეც. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში უნდა ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ ყველა ფაქტი, რომელზეც მე ვისაუბრე, ყველა წარმოდგენილი იყო დამადასტურებელი მტკიცებულებებით. ყველა ქონება, რომელიც იქ იყო წარმოდგენილი, იყო წარმოდგენილი ასევე იყო წარმოდგენილი საჯარო რეესტრ, მაშინდელი საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით, რომელთაც მტკიცდება ქონების კუთვნილება გიული ალასანიასთვის. და იქვე საჯარო რეესტრში ტრის ამ ამონაწერებში არის თარიღები მითითებული. მათი აბსოლუტურად ძირითადი ნაწილი არის გადაფორმული აგვისტოს ომის წინა დღეებში. აი რით იყო დაკავებული პრეზიდენტი და მისი ოჯახი აგვისტოს ომის წინა დღეებში და გეგმავდნენ სახელმწიფოს განადგურებას, სააკაშვილი და მისი ეს გარემოცვა, ამ დღეებში ისინი დაკავებული იყვნენ სახელმწიფო ქონების მიტაცებით. აბსოლუტური უმრავლესობა ქონების გადადიოდა პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, ანუ პრეზიდენტის ბრძანებულებებით, სახელმწიფო საკუთრებიდან დედამისის საკუთრებაში. როგორ მოგწონთ? აი თქვენ წარმოიდგინეთ უბრალოდ დღეს რომ გამოსცეს ირაკლი კობახიძემ ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონება, რომელიღაც შენობა, მაგალითად, სკოლის, სასამართლოს შენობა, მაგალითად, ბათუმის საჯარო რეესტრის შენობა, აი იუსტიციის სახლი გადაეცემა მის მამას ან დედას. თქვენ წარმოგიდგენიათ, სოფლიოში აჯანყება მოხდება, მეგონი. შიმშილობას დაიწყებენ იმას შეერთებული შტატების დედაქალაქებში და ევროპის დედაქალაქებში ალბათ პოლიტიკოსები ესეთი რაიმე რომ მოხდეს, ხო? ბუჩქი რო გადასცეს ალბათ ვიღაცამ და სავსების სამართლიანი აღშფოთება იქნება, მე ვფიქრობ, არა? ესეთი სამარცხინო ტიპის კორუფციული ჭაობი იყო, მაგრამ აქ ლაპარაკი არის არა მხოლოდ რაღაც ცალკეულ თუნდაც ესე ტოტალურ და მასშტაბურ ელიტურ კორუფციაზე, არამედ სულთა უსაფრთხოების საკითხებზეც. არსებობს ესეთი რელიგიური სექტა, ჰიზმეტი არის ესეთი სექტა, პრეზიდენტი ერდოგანი, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტი ერდოგანი ამას სექტას ისლამურ სექტას ეძახის და თურქეთში არის ახლა სისხლის სამართლის საქმე აღძრული ამ სექტის წინააღმდეგ და მათ ბრალი ედებათ 2016 წელს პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში. ამ ბრალდებით არის 59000 კაცი დაკავებული. წარმოგიდგენიათ, რა ღრმად ქონდა ამ ჰიზმეტს, ესე იგი, ქსელი აბლაბუდას ხელი გამული, რომ თურქეთში უძლიერესი სპეცსამსახურებით, უძლიერესი სახელმწიფო ინსტიტუტებით, საკმაოდ ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტები, ძლიერი ლიდერით, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ხო? 59000 კაცი იყო ჩართული სახელმწიფო გადატრიალებაში, ძირითადად მოსამართლეები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწავლებლები, მსახიობები, შემოქმედებითი ელიტა. გესმით რაზე არის ლაპარაკი? და აი ეს ჰიზმეტის ეხლა მოკვდა ფეთიულა გულენი არის ესეთი. ეს ჰიზმეტის შემოიყვანა საქართველოს განათლების სისტემაში გიული ალასანია. იქ არის წარმოდგენილი დოკუმენტები, სადაც ჰიზმეტის წარმომადგენლებთან ერთად
გიული ალასამა მისი შვილიც დაყავდა პრეზიდენტის სტატუსით. მისთვის ეს მისი შვილი მესმის, რომ პრეზიდენტი კი არა, თვალზე რო გაფრინდა, დედისთვის შვილი ხარ, გასაგებია, მაგრამ ამ შვილის სტატუსის გამოყენება, როგორც პრეზიდენტის სტატუსის და მე ლობირება კომპანიების და აბანა მე იყო წარმოდგენილი ესენ ერთობილოდ რა ქონებას ფლობენ. და რა ცალკე იყო ეს წარმოდგენილი დოკუმენტურ მასალებში. და აქ არის ბათუმის, ქუთაისის და ნახეთ როგორი მონოპოლი არის გაკეთებული, შექმნილი საბავშვო ბაღი, სკოლა, აბიტურიენტთა გადამზადების კურსები, ქართველებს როგორ გვინდა აბიტურიენტმა რომ მოეწყოს თუ გასულ ძველი კოჩხი ბედინერმოს, აი კომედიამდე მიყვანილი, ხო? თუმცა ეს მისასალმებელია, იმიტომ რომ განათლების წყურვილი ძალიან დიდია, ხო? და მე უკვე უმაღლესი სასწავლებელი და მე იწყება ლობირება სასამართლო სისტემაში, სახელმწიფო სტრუქტურებში, პოლიტიკურ ელიტაში, რაც თურქეთში გააკეთეს. იგივე საკეთებენ აქ. თქვენ თუ გახსოვთ ეს ელჩების გადადგომების და სერიალების რო წამოიწყეს და ვეღარ წავიდნენ წინ. ძალიან ბევრი არის კიდე ჩარჩენილი, ასე ჩანერგილი. ეს არის ქსელური ორგანიზაცია, რეალურად ეს სპეცსამსახური და არა რელიგიური სექტა. და ამას ამბობს პრინციპში პრეზიდენტი ერდოგანი, რომელიც ქმნის სახელმწიფოში სახელმწიფოს და შემდგომში საჭიროების შემთხვევაში თუ კი ვერ კონტროლდება არჩეული რომელიღაც ხელისუფლება, რომელიც მათი სურვილია მარიონეტი იყოს და თქვენ გადახედეთ 30 წლის განმავლობაში ხელისუფლებები იყო მარიონეტები. ჩვენ ახლა პირდაპირ თქვა ჩვენ საქართველოს ჩვენი არ იყო დღესაც დავიბრუნოთ თუ დღეს დაბრუნების ვცდილობთ რომ დავიბრუნოთ ქვეყანა ვის ის ადამიანები ის პოლიტიკური ელიტა ვის ამაში ერკვეოდა თავს რაღაცა სტუმრებივით გრძნობდით აქ. როდესაც ამაზე საუბრობთ უცხოურ გავლენებს გულისხმობთ. დიახ, რა თქმა უნდა. ვიდრე ამ თემაზე გადავალთ. აი მაგალითად ძალიან მოკლედ რომ ამოწო ეს თემა. აი პროექტი კორუფციული რვაფეხი. რო გვითხრათ, განგვიმარტოთ, რა სქემა იყო კიდევ ერთხელ პირადად თქვენ რაც გამოცდილი გაქვთ და რატომ არის ამ ისტორიების ახლა გახსენება და საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარება მნიშვნელოვანი. როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ ხშირად გვესმის ხოლმე, რომ ნუ ეს როდის იყო და თქვა შეიძლება დავივიწყოთ და რაღაცა სხვა თემებზე გავამახვილოთ ყურადღება, მაგრამ რეალურად ის რაც გამოვიარეთ, როგორ მოვედით აქამდე, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს თხემდებადებს. იგაჩნია თუ არა რომ ეს კომისია არის შესაძლებლობა აი ამ კითხვის ნიშნებზე პასუხის გაცემის. იცი რა პირველ რიგში მე ვიზიარებ იმას, რომ ჩვენ რაღაცა მე-14 წელი წავიდა და წარსულს ვებრძვით. და საქმის გარჩევით ვარ დაკავებული და უნდა გადავფუძრალოთ ეს პროცესი, მაგრამ ამ კომისიამ უნდა გააკეთოს ეს. ეს ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ხო მე მესმის მე თვითონ კრიტიკული ძალიან მწვავედ კრიტიკული ვიყავი და ვარ. იმის გამო რომ ახლა მე-14 წელი დაიწყო და ეს არ გვაქვს გაკეთებული, მაგრამ როდესაც ხო უნდა გაკეთდეს და კომისიის ფუნქცია სწორედ ეს არის. კომისიის ფუნქცია არ არის ზოგს გონია რომ აი ვიღაცის დაპატიმრება, ვიღაცების დაპატიმრება, ამას მოყოლე ქონების ჩამორთმევა, რაც სავარაუდოდ იმედი მაქვს, ხო? ვიღაცებისგან ბევრის. კომისიის მთავარი ფუნქცია არის სისტემური დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების აღსახველი სურათის შექმნა ქვეყნის შიგნით საზოგადოების და სოფლიო საზოგადოების, საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ეს არის აი ნიუნბერგის პროცესს ამით გავს ეს. ნიუნბერგის პროცესში განაახლა გერინგის გასამართლება ჩამოხრჩობა თუ და ჩამოახშო თორს ან დახვრეტა შეეძლო ნებისმიერ სახელმწიფოს რომელსაც ამ პარტიას ფაშისტურ პარტიას ქონდა დანაშაული ჩადენილი, მაგრამ ნიუნბერგის პროცესის ამოცანა იყო დანაშაულებრივი სისტემური დანაშაულის აღწერა, შემდგომში აბა გაბედეთ ეხლა თქვენ და ამ ფაშისტური სიმბოლიკით, ამ ფაშისტური პარტიის წესდებით, ან ამ სახელის სადმე დაარეგისტრეთ რაიმე პარტია. მიმიხვდით საით მივდივარ, აი ეს უნდა გახდეს საფუძველი სისტემური დანაშაულის მტკიცებულებების შექმნილია პრაქტიკულად უკვე ეს მტკიცებულებები, რის გამოც შემდგომში რეგისტრაცია შეურჩერდება იმ პარტიას, როგორც ფაშისტებს შეუერთდა და მას რა ქვია, ნაციონალ-სოციალისტებს გერმანიაში, ფაშისტები პრინციპში იტალიაში იყვნენ, მე დაერქვათ ამათაც ფაშისტები. ამ ორ პარტიას როგორც შეუერთდა და ასევე აეგზავნება პოლიტიკური მოღვაწეობა ყველა იმ სხვა პოლიტიკურ იურიდიულ პირს, სადაც მე ამ ადამიანები გაიქნებიან გადანაწილებულები. ახლა გერინგი რო სხვა პარტიაში გადასულიყო და
ჰიმლერი და გიტლერი და ან რომელიმე სხვა ხას ხო ასე იგი არ იქნებოდა ლეგიტიმური პარტიები, ხო? აი ამ სურათს ქმნის და მე ვფიქრობ, რომ კომისიის მშობა ამ ხრივ ისტორიულია თუ მიეცა კომისიას საშუალება რომ ბოლომდე მიიყვანოს. კომისია ახლა რაც გააკეთა უკვე, ეხლა ეს სავსებით საკმარისია. ეხლა მე მესმის რაღაც კიდე ახალი გარემოებების გამო გახდა საჭირო რაღაც ვადის გაგრძელება, მაგრამ 5 ივნისამდე გაგრძელდა ფადა და რა მოლოდინები გაქვთ კიდე რა ვთქვათ თემების ლუსტრირება მოხდება, რა მოიწევს წინა პლანზე, რას დაინახავს საზოგადოება. ერთია ვთქვათ ხედავს კონკრეტული ადამიანის ტრაგედიებს და ჩვენ ხედავთ საკმაოდ ემოციურია ამ ისტორიების მოსმენა და მეორეს მხრივ საზოგადოება, რომელიც ელოდება რა განაჩენს გამოიტანენ, რა შედეგი დადგება. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება კიდევ 5-მდე? ძალიან ბევრი საინტერესო кейსი არსებობს. ბევრი საინტერესო кейსი არსებობს, რომელიც არის კომისიაში შესული. აქ არის სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენება, აი პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენება ბანდიტიზმისთვის, პირდაპირ გაგებით. აი ხო გახსოვთ თქვენ, ადრეს საუკუნეების წინაც იყო რაღაც გაიტაცებდნენ ადამიანს და მე გამოსასყიდს ითხოვდნენ, ხო? ხო იყო 90-იან წლებში გაიწვევდნენ ადამიანს, სადაც სარდაფში დამალავდნენ შვილს, ცოლს ან მამას, და მე ოძახი გაგაყიდა სახკარს. აი ზუსტად ამ სისტემით ამ სქემით მოქმედებდა, ოღონდ სარდაფში ტყეში დამალვა არ ჭირდებოდა, პირდაპირ ჩაამწყდნენ ოჯახის წევრს სადმე პენიტენციალურ დაწესებულებაში, აწამებდნენ, გადაუღებდნენ ამ კადრებს, მის თხოვნას რო არიქა გაყიდეთ სახკარი და დააბრუნეთ და ასეთი ბევრი кейსი არსებობს. მე წარმოვადგინე სხვათა შორის პარლამენტში 2010 წელი იყო ან 11. საქართველოს უზენაეს სასამართლოს პავლე კუბლაშვილი კი არა, კოტე კუბლაშვილი იყო მაშინ უმაღლეს სასამართლოს გარდაიცვალა ხმეთა შეიწყალს მისი სული. მისი ანგარიში სქელტანიანი წიგნი იყო, არის ალბათ ეგონა თუ არ წავიკითხავდი. ამას ანგარიში ვალდებული იყო შემოსულიყო. 2009 წელს სასამართლომდე რომ მივიდა, სასამართლომ საქმეები არ მიდიოდა. უმეტესობა არ მიდიოდა, მანამდევე იხდიდნენ ფულს. 18354 საქმე. და როგორ ფიქრობთ, რამდენი გამომართლებელი განაჩენი დადგა? 2009 წლის განმავლობაში. 18 ციფრა შეხედეთ 18354 საქმიდან მხოლოდ 18 გამომართლებელი, ანუ 0.100%. პლუს იქ ქვევით 14000 საპროცესო შეთანხმება შედგა. ანუ 14000 კაცს გამოსძალეს ფული, გააყიდინეს სახკარი და სისტემა როგორი იყო? ეს მიკროსაფინანსო ორგანო მე ვახშე, ეს მათი იყო, მათი სიდედრების, სიმამრების ვიღაცების საკაშოს რო ქონდა დედიკოზი და მამიკოზი გადაფორმებული და ბიზაშვილი მამიდაშვილებზე. ესე იყო გაფორმებული. ეუბნებოდა მიხოლი გაიღებ კრედიტს. იმისთვის რომ გადაიხადო, ასე იგი საპროცესო შეთანხმების თანხა, ის ბატონჯონდი, მეთოდებზეც მინდა გკითხოთ. თქვენ უწევდით წინააღმდეგობას, თქვათ საპარლამენტო სივრცეშიც, გარეთაც, უშუალოდ თქვათ პროცესი, სადაც გარკვეულ, თქვათ, შეწინააღმდეგებას ჰქონდა ადგილი, როდესაც თუნდაც საკუთრების გადაფორმება ადამიანს არ სურდა. რა მეთოდებით ისჯებოდნენ ეს ადამიანები? პირადად თქვენი, თქვათ, მაგალითით, რომ კიდევ ერთხელ ყველაზე სასტიკი მეთოდებით. ეს აი მონათა აჯანყი ერთი მონის მიმართ, რომელიც თავისუფლების სულს გამოხატ, რატომ უნდა იყოს მონათმფლობელი სასტიკი? იმიტომ რომ ეს არ გადაედოს, ხო, სხვამაც არ მოინდომოს თავისუფლება. ამიტომ ადამიანები, ვინც ამას გაბედავდნენ, მათ მიმართ იყო წარმოუდგენელი სასტიკი გამოყენებული. აი ჯუმბე ბუზალაძის საქმე, რომელიც მე კომისიაში წარმოვადგინე, იმ დღეს ერთ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი იყო, სოდი იყო ესეთი, ერეკლე კოდუა ხელმძღვანელობდა, შევიდა ყველა ავტოსადგომზე, სადაც მანქანებით ვაჭრობა მიმდინარეობდა, 150 მანქანა ამოიღო. თქვენ წარმოიდგინეთ მანქანა რო წაგართვა. აი დღეს რო ვინმეს მანქანა წაართვას, რა ამბავი ვატყვა. 150 ადამიანიდან მხოლოდ ორმა გაბედა პირის გაღება.
ორი მოვიდა ჩემთან. მაშინ ეს იყო 2005 წელი თუ 6 წელი ისე ნელა არა პირ-პირს არა ყველა მაგათკენიყო. ერთად ალბათ ამ ნიშნით მოვიდნენ რომ მე უწყვეტად გქონდა ჩვენ ესე იგი 2003 წლის 4 წელს ანუ არ დაუჭიეთ მაშინაც მხარი. და მე უთხარი ამ ადამიანებს ეს იქნება რთული ბრძოლა დაგიპირისპირდებიან თქო და ნუ მე სხვა გზა არ მაქვს ჯუმებულ ზალაზე თქვა 13 შვილიშვილის პატრონს ჰქონდა 3 ბინა ჩადებული ასე მიკროსაფინანსო ორგანიზ ლომბარდებში მოკლედ ჰქონდა კრედიტი და ჩამოიტაღა და ყვანა მანქანები ეს უნდა გაეყიდა მე ის ვალი უნდა გადაეხადა მე გზა არ 13 შვილიშვილს საკარო ვერ დავტოვებ რეჟიმმა რომელმაც წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა ოჯახებს ბევრი განადგურდა კვლავ ხედავთ ბოლო პროცესების გათვალისწინებით რომ უნდათ ძალაუფლება იბრძვიან ამისთვის როგორ ფიქრობთ არჩევნები გვაქვს კიდევ ერთი წინ შემოდგომაზე რა პროცესის მომწრე გავხდებით საბოლოო ჯამში მაინც საზოგადოება ყველაფერს ხედავს აფასებს როგორ ფიქრობთ რა ვთქვათ პოლიტიკურ სურათს მივიღებთ ახსენეთ ისიც რომ შეგრძნება რომ რაღაცნაირად საკუთარ თავს დაუბრუნდეთ თითქოს ამ ბოლო დროს გეუფლებათ აი ამ გავლენებისგან რაღაცნაირად თითქოს დისტანცირებული ხდებით რა სურათია ახლა და რას ველოდებით პოლიტიკურს გავლენების განთავისუფლება კი არა ჩვენ სამშობლოს ვიბრუნებთ ნუ ჩვენი არ იყო ჩვენ არ გვეკუთვნოდა ქვეყნის მართლობა და აი თქვენ ნახეთ ხელისუფლების წევრები კახიშვილის და ბევრი სხვა ბევრი აი დღეს პარლამენტში ეცին რასყვებიან როგორ ერეოდა შეერთებული შტატების ელჩანი ევროკავშირის ელჩი პოლიტიკურ საქმიანობაში ტენდერი ესე კორუფციას ელიტური მათი კორუფციას მათი იყო აბარაში აინტერესა საფრანგეთის ელჩს ტენდერში იქნება გამოსავარაუდოთ იქ ეგრეთ წოდებული 10 კატი უნდა დაიღოს ხო ამიტომ ეს პროცესი აშკარაა და ამ პროცესს ტოტალური მხარდაჭერა ჭირდება ხელისუფლების და აქ ყოველგვარი კომპლექსებისგან იმიტომ ხელისუფლების რაღაცა მხარდაჭერა არ დაუბრალდეს თავი უნდა გავითავისუფლდეს ეს არის პროვინციალიზმის მაჩვენებელი და დაბალი ინტელექტის მაჩვენებელი ხელისუფლებას ამ პროცესში მხარდაჭერა ჭირდება მაგრამ აი რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს იცი რა არის აი დოსტოევსკის აქ ნათქვამი ყველაზე მაღალი კლდე საიდან შეიძლება გადმოვარდეს არის ნდობა არ უნდა დაიკარგოს ხელისუფლებების მიმართ იყო ნდობა საზოგადოებაში დაკარგული და საზოგადოების დიდი ნაწილი არ იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესში ამიტომაც და ეს ხელოვნურად გაკეთდა ამიტომაც იყო ჩვენ ვინ გვეკითხეთ ხო აი ესე აი ტრამპმა მოახერხეს და ქართულ მოცემულს მოახერხეს რომ საზოგადოების ის ნაწილი რომელსაც ხელი ჰქონდა ჩაქნეული ამაზე ეხლა აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში. ამან განაპირობა რომ ეს ხალხი ხელისუფლება დღეს ვერ დაამხეს. ხელისუფლებამ სწორად იმოქმედა, ნამდვილად მე ამას ვაკვირდებოდი, ხა პოლიტიკოს სულ მაგის საკმაოდ გამოცდილება მაქვს, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რა იყო, ხალხი არ დადუნდა. ამიტომაც რომ დაიწყეს ელჩების გადადგომის კასკადი რომ წავიდა მოღალატეების დემონსტრირება. მე თავისი ხალხი რო არ გაეშიფრათ, შეაჩერეს თვითონ ეს პროცესი, იმიტომ რომ ვერ მიივიდოდეს ბოლომდე და ამით დაკარგავდნენ იმ ხალხსაც, ვინც აი ხიზმეტის საშუალებით ან სხვა საშუალებებით ყავთ ჩანერგილი ხელისუფლებაში კი არა, სახელმწიფო ორგანოში, რომელსაც ბიუროკრატია ჰქვია. აი რატო არის კანონები შექმნილი იმის განთავისუფლება არ შეიძლება ახლა მოვიდა პარლამენტში და აპარატის უფროსი ვერ თავის გუნდი და ვერ მოყავს იმიტომ ასეთ კანონებში რატო იმიტომ ის აპარატის უფროსი არც იმის არ იყო არც ის საერთოდ გარედან იყო მართული და იმან იმის ფუნქცია ისაა რასაც მოისმენს მოგიტანოს და საბოტაჟი ტრამპი მაგიდაზე დადებულ ფულს ქსეროქს უღებდნენ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მაგიდიდან იღებდნენ ფულს და მე მედიას აძლევდნენ წინა პრეზიდენტობის დროს აი როგორი და აი რას ვებზვით ჩვენ და აქ მე ახლა აი გადაყოლოვარი გადაჭარბების გაარჩევს რამდენად რელიგიური ხარ თქვენ მე მორწმუნე ადამიანი ძალიან დიდი არის ღვთისწყალობა ახლა ამ ჩვენს წარმატებაში ეს არ უნდა დავკარგოთ ისე რა არ უნდა დავკარგოთ ახლა არ არის არც ოცნება ყველა ვართ ერთად ბევრი განსხვავებული აზრი მაქვს ოცნებისგან, ბევრი შეიძლება საჩხუბარიც გვაქვს ერთმანეთში, ჩვენ საზოგადოებას და ოცნების წარმომადგენლებს, მაგრამ დღეს ყველა ერთად არის იმ საკის, რასაც სამშობლოს დაბრუნება ქვია და ეხლა დამაჯერებლად არ ჟღერს, რომ იმის გამო რომ რაღაც 2012 წლის ამბების მერე რაღაცა კიდევ რო იყო, თუმცა ეს გამოსაძე მე ამას ვიზიარებ,
რომ იქ არა მარტო გახარია, ბევრ რამე იყო 2012 წლის მერეც. მაგრამ ამის გამო გადაიდოს რეგისტრაციის შეჩერება, ეს დამაჯერებელი არ არის. მე ვფიქრობ, რომ ეს საქმე უნდა რაც საკმაოდ კარგად აქვს კომისიის ეს უნდა გადაიგზავნოს, ამას უნდა მიესწროს ცვლილება და გავაგრძელოთ მუშაობა. რა მოხდა მე 5 მაისი და 5 ივნისი კი არა, შეიძლება სექტემბრამდე მოგვიწევს ამაზე მუშაობა. მე ამ ჩემი პირადი აზრი რომ ჩვენ არ დავკარგოთ საზოგადოების ის გარსი. აი ყველაზე კარგი გაგებით. ჩვენ ეხლა ვარ მეც პოლიტიკოსი ვარ, გინდა არ გინდა და ჩვენ ყველანი თქვენს ეხლა ყველავანი ვარ დაცული საზოგადოების ამ კონსოლიდაციით. ეს თუ დაიკარგა, მაშინ ჩვენ გაგვიჭირდება ამ ხელა ბოროტ-ძალასთან ბრძოლა. კიდევ ერთ თემას მინდა შევეხოთ. ჰელსინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი პოლ მასარო ფიქრობს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ შესაძლებელია მაიდანი მოხდეს. და ამის მომსწრენიც გავხდით, მოკეთ ფრანკერებთან გაება, როგორც ცოტა ხნის წინ ზურაბიშვილი და კონდა თქვა შესაძლებლობა მოგვესმინა ეს ყველაფერი. რატომ არის ასეთი დაუძინებელი, თქვა, სურვილი და მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა ჯერ კიდევ აქ მაიდანიზაცია ვნახოთ, ვისი, თქვა, ყველაზე დიდი სურვილია ეს ამ გადმოსახედიდან, მაშინ როცა იკვეთება, თქვა, უკვე კონტურები და რეალურად, თქვა, უკრაინა-რუსეთის ომი შესაძლოა, რომ რაღაცა თქვა, წერტილამდე მივიდეს და ნახოთ პროცესის დასასრული. დღეს მოთამაშეები ვინ არიან ამ მოედანზე და როგორ წარმოგიდგენიათ, თქვა, საბოლოო ჯამში ჩვენ დიდი ხანია გვესმის ეს მაიდანიზაცია და ეს სურვილები, რით შეიძლება რომ ამ ყველაფერს რაღაცნაირად გავუმკლავდეთ და გავწიოთ წინააღმდეგობა. ისი კონტექსტი აქვს მნიშვნელობა, მასარო რაღაცა ფრაგმენტის წელი მნიშვნელოვანია, მაგრამ მასაროსთან როგორც ჩანს დაკავშირება გამოიწვია ჯო ვილსონთან საუბარმა. ჯერ უნდა ვთქვა ვინა ჯო ვილსონი არის ნეოკონსი. მასაროს ნეოკონსია, ნეოკონსერვატორები, ეს არის ამერიკაში მათ ეძახიან პროგრესული მოაზროვნე პოლიტიკოსები და ჟურნალისტები დინოზავრებს, ანუ გადაშენების პირას ყოფ სახეობას პოლიტიკოსებისას. თუმცა ხოლმე ტალერანს აქვს თვალწები, თქვამი რომ ზოგჯერ რომ ცოცხალი იჭერს, მკვდარი იჭერს ცოცხალს, ანუ ესენი მკვდრები არიან, მაგრამ ესე იგი ჯერ კიდევ დაშავება შეუძლიათ. რამ გამოიწვია იგზარი? ჯო ვილსონს შეკითხვაზე, როცა ჯო ვილსონს ეგონა რომ პოროშენკოს ელაპარაკებოდა, რომ ხო როგორ ფიქრობთ, რომ სამხედრო ძალები ხო არ გამოგვიყენებია საქართველოს გადატრიალების, ჯო ვილსონმა გადაამისამართა ეს პრანკერები, თუ გაგწინა ჩანაწერი ნახე მასაროსთან. აი ამ მიზნით დაუკავშირდნენ მასაროს და მასარო აქ ამ ასე იგი სამხედრო ძალის გამოყენებაზე ლაპარაკობს და იქ ლაპარაკობს 30 წლის განმავლობაშიო ჩვენ ვაფინანსებდო რადიკალურ მემარცხენე ულტრა და ამანო წამგებიან მდგომარეობაში ჩავაყენო. აი რაზეც სამდღეს ჩვენს მივედით. თუმცა ხო რა თქმა უნდა ხა საქართველოს არის აი ფიგურალურად რო ვთქვათ რა ესე როგორ გითხრათ მონა რომელიც სპარტაკია რა მათი წარმოდგენა და აუცილებლად უნდა დაისაჯ მათ ასე მიაჩნიათ რომ და ესე იგი სახელმწიფო რა პატარა სახელმწიფო რომელმაც გაბედა და ესე იგი უარი განაცხადა რუსეთთან ომის გამანადგურებელი ომის წარმოებაზე ის უნდა დაისაჯოს ხმებას არ გაბედონ ეს ამიტომაც ესენი არ მოგვეშევიან სანამ ცხვირს არ წაიტეხავენ ისერს არ წაიტეხავენ ომი უნდა იყოს ომი საჭიროა თუ ახლა დასრულდება ერთი ომი რა ტიპის ვთქვათ მომდევნო ომებს უნდა ველოდოთ და ვინ ითბობს რეალურად ამ ყველაფერზე ხელს ნუ ალბათ ეს მაიდანიზაცია ზუსტად ამას გულისხმობს, ხო, რაც უფრო გაშლილი იქნებოდა, რაც უფრო მეტი ფრონტის ხაზი იქნებოდა, ვთქვათ, პროცესი უფრო გაიწელებოდა დროში. არა, მათ ჭირდება, იცი რა არის, ზოგადად შეერთებულ შტატებში დიდი პრობლემა. 36 ტრილიონს გადააჭარბა ვალმა, შიდა ვალმა და ეკონომიკა, მათი წარმოება, რეალური წარმოება არა აქვს. მათი ეკონომიკა არის მოსახურების სფერო, ბირჟის სპეკულაციას, ფასიანი ხალხების დღის დავარდება ფასებთან და ეს სულ ეს არის. წარმოებები კაპიტალისტებმა გაიტანეს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ვიეტნამი, ჩინეთი, იქ სადაც დაბალი ცხოვრების დონე იყო და იაფი მუშახელი იყო. მიასე დღეა დღეს ტრამპის. მე ვფიქრობ, რომ ტრამპს ძალიან წარმატებული 100 დღე ჰქონდა, ბევრი რამ
ახლა 100 დღეში რა უნდა გააკეთო, მაგრამ მან აჩვენა მიმართულება საერთოდ მიდის. ერთი შეცდომა, რაც მას გააჩნია, ცოტაზე ხშირი აქვს, აი ერთი ძალიან მაღალი ამპლიტუდა აქვს ურთიერთ გამომრიცხავი განცხადებების და ამას უნდა გააუსვოს. პოლიტიკა არ არის მარტო ჭკუაც არის, მაგრამ ვაშკაცობა ხნეო გამედაობას უნდა. მე მესმის ერთად მე უკან წინსვლა და უკან დახევა ლენინი მომდა ერთი ნაბიჯი უკან. პოლიტიკაში ზოგჯერ ეს შეიძლება საჭირო იყოს, მაგრამ ამდენჯერ გადახტომა განმოხტომამ შეიძლება მოარტყიოს მისი ავტორიტეტი. აი ეს სხვათა შორის აი ნაცმოძრაობის რეგისტრაციის გადადებაც იგივეა. ესე იგი, არ უნდა დაიკარგოს შენი განცხადების, შენი განწყობილების სერიოზულობის მიმართ ნდობა და უნდა იყოს თანმიმდევრული, როცა ერთი თქვი, მე მას ნაბიჯი უნდა მოყვეს. დიდი მადლობა. მადლობა. გისურვებთ ჯონდი ბაღათურია, ქართული დასის ლიდერი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა გადავხადოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს დათმობილი დროისთვის.